ახლა მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. ირინეს ბედნიერება უნდა ითამაშონ. სცენაზე რეპეტიციები ჯერ არ დაუწყიათ. რჩევებსაც გვაძლევენ, რასაც მოხარულები გვაქვს ყველანი ჩვენ და ძალიან მიხარია, რომ აი ამ დასში მოვხდი და დღესდღეობით მუშაობ ჭიათურის თეატრში და ჩემს ქალაქში ვაკეთებ იმ საქმეს, რაც დიდმა ხალხმა აკეთეს აქამდე და აკეთებენ დღესაც. ბოლო პრემიერა ცოტა ხნის წინ იყო. ნუგზარ ლორთქიფანიძემ ჭიათურის დრამატულ თეატრში 10 წლის შემდეგ კვლავ დადგა, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. რეჟისორმა სპექტაკლში ძველი მსახიობებიდან მხოლოდ 2 დატოვა და ასპარეზი ახალ თაობას დაუთმო. სპექტაკლებსაც ვერ ვაკეთებდით ისეც რომელიც გვინდოდა, ამიტომ რომ ახალგაზრდა ყველგან საჭიროა, იყო თითო წყვილი ან 2 წყვილი, მაგრამ აუცილებელია ახალგაზრდები იყვნენ თეატრში. აუცილებელი. უიმათოდ არაფერი არ გაკეთდება. ჩვენ ახალგაზრდები დანამატები ვართ. მე მიხარია მათთან შეხვედრა, მათ ჩემი შეხვედრა უხარიათ და შენიშვნას რომ მივცემ, ან ვასწავლი რამეს, მათ კი არ წვინთ, უხარიათ და მე ეს მახარებს. საუკუნოვან თეატრში 10 ახალგაზრდა მსახიობია. მათი განათლება თავის დროზე მაშინდელმა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია ჩიქვილაძემ იმ პირობით დააფინანსა, რომ ყველა მათგანი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდებოდა და პერიფერიაში თეატრალური ცხოვრება არ ჩაკვდებოდა. მას შემდეგაც დავამთავრე უკვე უნივერსიტეტში, ჩამოვედი ჩემს ქალაქში, მოღვაწეობ დღემდე და ამით რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ ძალიან. სცენაზე თანაბრადაა საჭირო ასაკოვანი და ახალგაზრდა მსახიობი. ჭიათურის თეატრში ბოლო წლებია დასის დაბერების პრობლემა მოიხსნა. 2 სეზონში მაინც უნდა მოხდეს ახალი კადრებით და ახალი მსახიობების შევსება. თეატრი მუდმივად საჭიროებს განახლებას. თუ თეატრი არ განახლდა, ის მაშინ მკვდარია, ის არ ვითარდება. ჯგუფი შემოვიდა ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბავშვები და უკვე არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო სახეები შექმნეს ჩვენ თეატრის სცენაზე. სპექტაკლისთვის საჭირო პერსონაჟის როლის მორგება უკვე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მსახიობისთვის ასეთ პირობებში უფრო ადვილია თავი გაართვას მთავარ მოვალეობას. კარგად შეასრულოს რეჟისორის ჩანაფიქრი და ყოველი სპექტაკლის შემდეგ მაყურებელს თან საფიქრალიც გაატანოს.